მე როგორც ვიცი და რაც არის ჩემთვის ცნობილი, ღმერთი არ არის. ეს მე როგორც ვიცი, ღმერთი არ არის. სინამდვილეში, ღმერთი არ არის. რომ სინამდვილეში თუ გაინტერესებს, ღმერთი არ არის. აი ეს არის და ნახეთ ეს ვიდეო რგოლი. ღმერთი არ არის. მე გეუბნებით რაც იყო. ღმერთი არ არის. ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ღმერთი არ არის. აქვს ძალიან დიდი ეჭვი იმის, რომ ღმერთი არ არის. ჩემი პრობლემა და ჩემი შიში სწორედ ეს არის ღმერთი არ არის. და არამც მე დისკუსია, რომელიც წამოვიწყე ჩემს გვერდზე Facebook-ზე, ეს არის ჩემი აზრით ამ ადამიანების მცდელობა ჩვენ არ გვაცდინონ იმ კონკრეტული თემიდან გადაგვიყვანოს სხვა რელსებზე, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ იმ პრობლემაზე, რა პრობლემა შეიძლება დადგეს ჩვენ წინაშე ძალიან მალე. შეგახსენებთ, რომ ღმერთი არ არის, ნამდვილად. მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი იმის, რომ უკვე ღმერთი არ არის. სხვათა შორის მე არ მაქვს ხა არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ მეტყვით ალბათ რომ დავაკონკრეტო. ღმერთი არ არის. ხელისუფლებისთვის ეს თემა არის მომგებიანი სამწუხაროდ. და როდესაც გარკვეული ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ღმერთი არ არის. ეს თითქოს ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს ნამდვილად შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში. სულ ცოტა ხნის წინაც, აი სანამ აქ შემოვიდოდი, კიდევ ვესაუბრებოდი ჩემს მეგობრებს ხელისუფლებაში მყოფს და არ დავაკონკრეტებ, ბევრი არიან ესეთები. და ისინი თვლიან, რომ ღმერთი არ არის. ეს ყველაფერი არის ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის კარგი. მესმის მე მათი შიშები და მათი პოზიცია. შეგახსენებთ, რომ ღმერთი არ არის, ნამდვილად. მე ერთადერთი რაც შემიძლია უთხრა ამ ადამიანებს, შეგახსენებთ, რომ ღმერთი არ არის, ნამდვილად. რომ ნამდვილად